გაათვალა. ოხ პატიცენ ვოტა. ხოდი ხარ გაკეთების შემდეგ ჩამოგდანი. ხო არის ძალი. ნუ კარგით. ეხლა ჩამოვალ სამასწავლებლოში და ყველაფერზე მოგლაპარაკებ. სიჩუმე. შეიძლება დაიყოს ევროპეიდუ, ყვითელ მონღოლოიდუ და შავ ეკვატორულ რასა. თითოეული რასის წარმომადგენლებს აქვს ოდიშებურებანი, რაც მემკვიდრეობის გადაეცემათ. ერთი რასის წარმომადგენლებს აქვს ნათელი კანი, გამოშველი თავის ქალის ფორმის და ასე შემდეგ დამახასიათებელი თავისებურებანი, რაც მემკვიდრეობით გადაეცემა. რატომ არსებობს ასეთი განსხვავება სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის? მეცნიერებმა ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცეს. ადამიანთა რასები ჩამოყალიბდა იმ გარემო პირობებთან შეგუებით, სადაც ისინი ცხოვრობენ. მაგალითად, იქსა და ზანგების ცხოვრობა ზე უხვად ასწავლებს და ადამიანის კანი საკმაოდ მეტად გამოდის. რა ხდება კლასში? სხვა გასართობი ვერ ნახი, არა? დასხედი. ხვალვენ მოიყვან დედაშენს. ვერაფერ შუაში ვარ. აი დედაშენს რომ მოიყვან, მაშინ ნახავთ ვინ არის შუაში, ჩქარა ადექი ფეხზე? ჩემ ბრალი არ იყო. იცი მინა მე ჩავამტვრიე და მსურს დედაშენს შევატყობინო, რომ შენზე არ იფიქროს. გასაგებია? ჰა? რას მიყურებ? დაჯექი და მომეცი ახლავე დღიური. სწრაფად. ანჯაფარიძე. ვარ. ანტიძე. ვარ. ბიბლიანი. ვარ. გაბუნია. ალბათ არის მას. მეოთხედის ბოლოს გავარკვევთ ვინ იყვავად. თოხაძე. ვარ. იმნაძე. ვარ. ნავროზაშვილი. ვარ. სწრაფად. ჯუმად იყავით. ხაზარაძე. ხაზარაძე მოტრიალდი? აი კიდე დაიმახსოვრე, რასაც გიწერ. დღესვე აჩვენებ დედაშენს დღიურს. რამდენიც გინდა წერეთ, მე მაინც არ მივიტან მაგ დღიურ სახლში. რა ურას თქვი? ადექი ფეხზე? გაინეორე რას თქვი? თუ გინდათ მე მივიტან დღიურს. რა ამბავია სიჩუმე? შენ რა? იცი საცხოვრობს? დიახ, ჩვენ მეზობლები ვარ. შენისთანა მეზობელი 5 მაინც უნდა ყავდეს კაცი. ურადღებიანი გოგო არა. გასმანდას ქოთები არ აცდება, აი. დაგუზაშვილო, შენ თავს მიხედე. წადე და მიუტანე ხაზარაძის მშობელს დღიური. ამის შემდეგ რა გაკვეთილი გაქვთ? ისტორია. უთხარი გაკვეთილების დამთავრებამდე მოვიდეს. გის. კაცი ვაფრინეთ. შენ დაჯექი? გაბაძე გადაიქი კუთხეში. წყნარად. დღევანდელი გაკვეთილის თემაა ალაზნის ველი მთვარიან ღამეს. დაფასთან გამოვა დონღუზაშვილი, სწრაფად. რა გრევხარ ბიჭო? არაფერს მას. კაკო ყაჩაღის შესავალი დაიწყე. რამდენიმე სურათი ამ ეპიზოდი კაკო ყაჩაღის ცხოვრებიდან, პოემა. დასხედი მაშინ. რამდენიმე სურათი ამ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან, პოემა. გაუბედურნა რა.
თქვენ და საქმე მაქვს. გაკვეთილების შემდეგ სამასწავლებელში მოგზავნდი და იქ ვილაპარაკოთ. ელეგია გაიმეორე. თალი ნათელი სავსე მთვარი სამშობელ ქვეყანაზე დემოფეუნდა და თეთრი ზოლი შორი მთებისა ლაჟვარ ციმცეში დაინთქმებოდა ას საიდახმა ას ძახი შოგილის არას მეტყოდა ზოჯეტი ტანჯით ამოძახილი ჩაჩილ ზის შეფლეს აისმენ ვიდეთ მატოდა და მთების სულში რანდავია მანდ ვიწერაც მაგან გასკიდე ჯერზე წლიდან გამიგიება გაჩვდით ვარიანტი არ არის შეაჩინოს რას გაჩუმებულ ხარ თქვი რამე რამე იმენ ბოლოსემ შეიძლება კი უნდა გასეთქოცენ რა გაუკეთა როგორ უნდა აპატიოს თქვით რამე როდი ჩემ გადაუწვა სწორია რა უნდა დაუწვათ მასხლათა გიგდა ბიჭო სახლამდე არ მეუშვა ბიჭო უეჭველად მე გამოიჭირო მოდი ფანჯი დამაიჭი სწორია მალე შემოვიდა გამოიჭირო ჯობია შენ თვითონ მომწე. ვალ, მოგწანდით სკოლაში. ხაზარაძე, ამ ბოლო დროს როგორ იქცევი? არ აცხვენია? გამარჯობა.
ჩემი დღიური სად არის? რა იყო რა მოგივიდა დაყრუდი? შენ ჩანთაში. აბა რაღაც მარბენინე. შენ გელი ვიპოვე. ინდა ეს შეგაც. არა ამცი. აბა ეგრე ხო არევი. მე რა მოხდა? ჩაიჭი. საღამოს უყურე ტელევიზორს. არა სინათლე გამოერთა. კუშენ ჯანდან მაგარი ავარია მოხდა, მანქანამ გლიჯა კატოქს. იმ კაცის ბრალი არ იყო, გამოვარდა, ნევა და რო არ დაერტყა გვერდზე შეუხვია და მაინც გლიჯა. გამწარდა მაგრამ. თამრიკოს მამასაც ეგრე მოვიდა, ავარიაში მოყვა და კოჭლობს. არა ხალხი შეგროვდა, საქმის გარჩევა დაიწყო. მაგარი ყვირილი იყო. ერთი შავი ტიპი იქაჩებოდა. ტაფას გავდა მაგრა. და ეს კაცი გადარჩა? არ ვიცი, აბა, ხალხი ჩამოეხვია და სასწრაფოდ მოვიდა. რა ვიცი? ალბათ. საავადმყოფოში წაეყვანდნენ იმ კაცს. ვახ, ფეხი, ვახ, ვაიმე, ფეხი, ვახ. ამოწავიდეთ. მომიცადე რა? ჩემთან მაინც დამიჭირე. ახლა იცი რომ ჩემი ბრალი არ იყო. არა უშავს სხვა ფორმა. დღევანდელ ამბავზე გეუნები ჭუტალაზე. შენ გეშინია? მე? რისი? აი აქ მარტო ღამე გაივლი. ღამე? ხო, სადამდე? სადამდე და ბოლომდე. გავი. გაგიზ. გინდა ხომ მიდი ჭუტალასთან და უთხარი რომ ჩემი ბრალი არ იყო. ხო იცი რომ შენ გცემე სახში? მე? გაგიზდი ვინა თქვა? შემოგი არა. ой, საჩუმად სერცხალი. ნუ გეშინია, კაც არაფერი არ ესმის. შასოიდან იცი? ვიცი, დაბადები დაყრუნუნჩია.
შენ გწევენ? მე და ჩემი სულ სხვანაირად ავართ. ისიც მიყვება ყველაფერს და მეც. რამე თუ გაუჭირდა მე მეკითხებ. არა, მე და ჩემი შვილი ძმაკაცები ვიქნებით. კიდე გაგაცნო. შეიძლება. გამარჯობა. ეს ჩემის პალატაა. გუშინ აქ ტყუპები დაიბადნენ ორნი. ეკა, ვისი მოდიშვა შენ ყალათოთ? გამარჯობა დედანი. დეჩემ ხო არ გინდა ხარ? კი ბლოკში იყო. როგორ თუ ყალათოთ არ შეხვიდე? კარგი. წამოიცი? იქ ერთი ქალია. ნახდათ მეტყვის გამარჯობა გინც. მეც დეიდა ისას ვეძახ. მოდი რა. გამარჯობა დედეს. გამარჯობა გინც. დეჩინ სად არის? იყო იმორიგება და წავიდა. კიდე ვერ ამეკეთ. არა, მე თუ დარეკა, გადაიცით რომ მე მოვედი და ექსკურსიაზე მივდივარ. გაიგეთ. მუზეუმში. და ვეთქრომ დაგვენებ, არა გენთ. გამარჯობა. ამრიკოს დამატების დღეა და ერთად ავიდეთ თუ გინდა. ნახოთ, თუ დაგიჯერა კაი, თუ არა და დილით რომ მივალ და ყველაფერს აუხს. აუცილებლად დამიჯერებს. მოიცა. რა არის? რო არ დაგავიწყდეს ხვალ ჭუტალასთვის თქმა. წავედი. სადადი ხარ აქამდე? შემოდი. გამარჯობა. სადადი ხარ? სად იყავი აქამდე? რა არ მიფიქრე? სკოლაშიაც იყავი ამ ხანაგებთანაც შეიძლება ასე? რა, ავად მყოფი მივატოვე. დედა, იცი ჩვენ ექსკურსიაზე წაგვიყვანეთ. რა ექსკურსიაზე? ხალხთა მეგობრობის მუზეუმში წაგვიყვანეთ. მუზეუმში. ძალიან კარგი. მე შენ გიჩვენებ ხალხთა მეგობრობას. მოიცა რა არ გინდა რა დედა? რას გეხარ? არაფერი. რაზე გაიხია? არაფერი არ არის. ითქინე რამე? მაჩვენე? შემთხვევით. საჩემო გახია? შემთხვევით და მასწავლებელმა დედამისი დაებარა. დედამისი ავად არის და მამაშენ მითნიერები ყველაფერში. ხვის საქმეებში ნუერები რამდენჯერ გითხარი მე შენ. არ არის ეს შენი საქმე. ეხლა წახვალ, გამოიცვლი, შეჭამ, დაიბან, იმეცადინებ, ხოიც საკონტროლო გაქვს ხვალ. და ფეხს არ გაადგამ სახლიდან იცოდე. მე შენ გაჩვენებ მუზეუმებში სიარულს. გასარკვევად დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ულვაშებსა და წარბებსდევით მოთავსებულ წესრებს, რომლებიც შეხების ორგანოებს წარმოადგენს. ყნოსვა კატას სუსტად აქვს განვითარებული. ამით კატა განსხვავდება მეორე შინაური ტაცებლისაგან, ძაღლისაგან. როდესაც კატამ სხვერპლს აღმოაჩენს, ის ჩუმად უხმაუროდ ეპარება მას. მისი ნახმა არის. გამარჯობა დედამයි. ჩიტების ქვედა მხარეზე მას რბილი გამიშებია. ნანიკო, მოვედი. რა გაკითხა დარეკა? გამარჯობა. კატა მაცალე 5 წუთი და გამოვა. დარეკა, მაგრამ ისე რა ვიცი. შემდეგ კარგი რა, მაგის თავი აღარა მაქვს. ეხლა ეგოდი? ნახტომის გაკეთებაში ძალიან. ეხმარება მისი უკანა ღონიერი და წინა კიდურებთან შედარებით გრძელი. გარდა ამისა, ნახტომის მძნელეს მოგრძელდა. კატი გითხრათ არა? ძალიან ხო, მოხდა, სადღაც ერთად ყოფილა თურმე. რომელიც ამას კაბაც შემოხდეულია? დრო დიახ. კაცებლები
ის უძვირს საერთოდ რას გავს ეს? მაგარი ბავშვები არიან, მაგათ ჯერ არაფერი არ ესმის. არა, მე ძალიან კარგად მესმის. მეტი ყურადღებაა საჭირო, რა თქმა უნდა, დიახ. მრავალგვარობით ისე უბრალოდ ნიკას რაღაც შუშა ჩაუტეხია და მასწავლებელი მგონი თქვენ გიზარეთ. დედა! რა მოხდა? უკაცრავად ხალბატონო. ეკა რა მოგივიდა? ასეთი ოღონდ. შენ არ მოგეუბნება კოთასი რა? და ზემოთ ხვა იყო, გვერდებზეც ვეღარ შეგეკითხები. მოიცადე აპარატი ხელები აწიეს ზემოთ ხვა. ეკა. ასეთი. გასაკვირველია იცით, ასეთი საქციელი ამასაკში თითქოს არც არის გასაკვირი. რაღაც საჭირო იყო ისეთი ჯიუტობა, როცა უფროსი მიგითითებს უნდა დაუჯერო მეტი თავდაჭერა, საჭირო ზრდილობა. ეს ყველაფერი ქმნის იერს, რომელიც ბოლოს და ბოლოს უკაცრავად. გაიარე. იცით, მე მგონია რაღაც დაღვინება აკლიათ, აი მაჭარივით არიან. ხალბატონო, არ ვიცი. ამას თუ რამე აკლია და არ ვიცი. ბოდიში. ეკვინ მოსულა. შინო გადასწავლა გახსნი. მონარქია ლურსმანები ყარ ბიჭო რა რა ლურსმანი ძია როგორ გეკადრებათ ნიშარაძემ კი იცის ვინ აიღო მაგრამ იტყვის რომ გამარია რა რესკა სოჩი არის ბიჭო აუ ჭუტალა გაგიზდება ჩქარა მოდი ნიშარაძე შენ იცი როგორ დაამღერე არ არის საჭირო დასხედით ეხლა ვიღამ ჩაკეხა მინა რა ხდება კლასში თავისით ჩატყდა მინა მე გარეთ ვიყავი დოგუზაშვილო შენს გარეთ დანდებოდი სულ მე რა მას ხერხით გბლბლოა მაშინ ხვალ ყველანი უკლებლივ მოიყვანთ მშობელს დილიდანვე აბიცე მოიცით მე არ ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ეკამ ჩატეხა ოთახში რომ შემოვიდა კარები შემოიჯახუნა და ჩატყდა მე ხო შენ მე როდის ეკა მართლა შენ ჩატეხე მინა რა ჩამომტრევია მე აბა რა ჩამომტრევია ესე იგი თამრიკოს ტყუის არ ვიცი სხვებს კითხეთ დაჯექი ესე იგი არავინ არაფერი არ იცის
დიახ, მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა შუშა. დიახ, მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა. იცით, კარები მოიჯახუნა და ჩაუტყდა. მოვიდა რა, ვის არ მოსვლია. აპატიეთ, მასწავლებელო. ნინა, მე ჩავამტრიე. არ ვიცი, როგორ გამოვიდა. აპატიეთ.